გამარჯობა. დღეს წყალტუბოს თემის საჭიროებების შესახებ ვისაუბრებთ. გადაცემა მომზადებულია ევროპის ფონდის მხარდაჭერით. მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი აუდიტორია არ გვყავს, არ ნიშნავს იმას, ჩვენ არ განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც აღნიშნულ თემში არის. სიამოვნებით წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, ბატონი ალეკო მიქაუტაძე, ქალბატონი ლიკა ჩოგოვაძე და ბატონი ნოდარ ჯიქია. მოგესალმებით, გმადლობთ, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ და მე ჩვენს აუდიტორიას ვეტყვი, რომ თითოეული თქვენგანი წყალტუბოს მკვიდრია და ამდენად ეს პრობლემები და ეს საკითხები, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თემებში, ცალკეულ თემში არსებობს, თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილია. ეს არის საკითხები, საჭიროებები, პრობლემები, რომელთანაც ყოველდღიურად გაქვთ შემხებლობა. ბატონო ნოდარ, მოდით თქვენით დავიწყებ. მე ასევე აღვნიშნე, რომ თქვენ პროექტშიც თანამშრომლობთ, გარდა იმისა, რომ წყალტუბოს მოქალაქე ხართ და სწორედ იმ სოფელში ცხოვრობთ, ზუსტად იმ თემს მიეკუთვნება ჩვენი სამიზნე აუდიტორიაც, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ამიტომ ეს თემაც თქვენთვის ძალიან ახლობელი და ნაცნობია. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ქვილიშორის თემზე, თუმცა თქვენ თავად არ ცხოვრობთ ქვილიშორში. დიახ, მიკროფონი თუ შეიძლება. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს, როგორც აღნიშნეთ, მე ვცხოვრობ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში, თავის მხრივ ქვილიშორი ერთ-ერთი შემადგენელი სოფელია სოფელ წყალტუბოს თემის, ის მოიცავს მეურვეობას, ქვილიშორს, ჩუნეშს და ასევე დუდკმანის ქუჩას, სადაც მე ვცხოვრობ. და გარკვეულწილად ჩემთვის ცნობილია არათუ ამ კონკრეტული თემის პრობლემები, არამედ მიზეზთა გამო მოიხსენებათ ჩვენ წლების განმავლობაში ახორციელებდით და დღესაც ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის თემის პრობლემებია და როცა ჩვენ პროექტის ეგიდით დავდიოდით ამ სხვადასხვა სოფლებში, იქაც დამქონდა იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე მუნიციპალური პროგრამები და პროექტები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო 2015-17 წლებში და მათ შორის აი როცა რამდენიმე დღეს უკან ვიყავით ჩვენ ქვილიშორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, იქაც აღმოჩნდა ხო ბევრი პროექტები, რომელიც წყალმომარაგების, გარეგანათების, იგივე სკვად გზის მოპირკეთების, რა ვიცი, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის პროექტები, რომელიც და მაინც ნომერ პირველ პრობლემად რა დასახელდა? იქ ადრე სხვა პრობლემები სახელდებოდა საკვირველია, თუმცა დღის მდგომარეობით ჩვენ იქ მოსახლეობა ნაწილმა შიდა გზები დაგვისახელა, ნაწილად თვითონ ნახეთ, რომ გარეგანათების კუთხით არის სავალალო მდგომარეობა, როცა ენერგოპროს თქვათ მინუსად უნდა ჩაითვალოს, იმიტომ რომ იქ ბოძები რანე კრიტიკას ვერ უძლებს და ბოძები თვითონ ამაგრებენ ერთმანეთს და ანუ ხაზები და თვითონ მოსახლეობა გონდა რომ ცოტა აქ არის ან წყლის მოვარდნის შემთხვევაში. ანუ წინა საუკუნის დროინდელი ხის ბოძებია მოკლედ. ხის ბოძები, უყურთ არა ის კაპიტალური ხის ბოძები, რომელიც ნებისმიერ ჩვენთაგანის ქუჩებშიც იყო, არამედ ეკლესიიდან გამოტირდი თქვათ ბოძები, რომელიც ენერგეტიკას ვერ უძლებს. ასევე გარეგანათება, იმიტომ ჩვენ თითქმის მთელი სოფელი მოვიარეთ და სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში ვიყავით იგივე ქვილიშორის სოფელში, მაგრამ იქ გარეგანათების ბოძები ვეცად ვერ ვნახეთ. თავის მხრივ მყარი ნარჩენების მართვის პრობლემები იქნა დასახელებული, თუმცა აქილევსის ქუსლივით ქვილიშორს მოყვება ჯერ კიდევ ათეულობით წლებია პრობლემა წყალმომარაგების და ამასთან დაკავშირებითაც მოსახლეობა გულისხმობით აღნიშნავდა, რომ წლების განმავლობაში არაერთხე განხორციელდა სხვადასხვა პროექტი, თუმცა მათ ეზოში დღის მდგომარეობითაც არ მოდის წყალი და თუ მოდის ისიც არის ტექნიკური წყალი და სასმელად უვარგისი და აქედან გამომდინარე 2013 წელს მოიხსენებათ მაშინ ქალბატონ თინათი ენკიდაშელის ინიციატივით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებდა აქტიურად სასმელად ვარგისი წყლით უზრუნველყოფას ბაღების, სკოლების, ასევე მოსახლეობის და მის მერე 11 წელზე მეტია გავლილი და სამწუხაროდ ანუ ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაა. საკვირველი ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა, მე-16 მუხლი საკუთარ უფლებამოსილების პარაგრაფებში გულისხმობს, რომ
იმიტოს სასმელად ვარგის სიცხლით და ამ დრომდე ქვილიშორის მოსახლეობა ვერ სარგებლობს. რასაკვირველია ვერ სარგებლობს წლების განმავლობაში და იქაც ჩვენ თქვენ რომ იყო კონკრეტული პროექტი ინიცირებული, რომელიც საკრებულოსაც ქონა მოწონებული, შემდეგ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ეგიდით ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იყო ეს პროექტი მოწონებული და გარკვეულად განხორციელდა მეთქი, თუმცა გითხრა მოსახლეობამ რომ ამ პროექტმა ვერ გაამართლა და იქ წყალგადამკაცი ასოციაციების საჭიროება დგას სოფლის ნაწილში, მეორე ნაწილს მიეწოდებოდა თქვათ აუზი გაკეთა და თუმცა 2 წელს უკან ის აუზი ჩამოვარდა, შემდეგ ახალი პროექტი გაკეთა და უკვე ხელახლა იქნა თქვათ ეს პროექტი ინიცირებული, თუმცა დღეს მდგომარეობითაც ამ 2024 წლის მიჯნაზე მიწურულს უჩვენებს საუბრობთ, შეიძლება თქვათ რომ თიანეთი მოსახლეობა თქვათ სასმელად ვარგის სიცხლით ვერ სარგებლობს და ეს ალბათ ისევე 2025 წლის პრობლემების ჩამონათვალგანი იქნება, თუმცა მე მაშინ ვთქვი რომ წინა კვირაში იქნა წყალდუბოს საკრებულოს ბიუჯეტი 2025 წელს დამტკიცებული და ჩვენი კათობით მოქალაქეს რომელსაც შეხვდით აბსოლუტურად არც ეს რადგანაც წარმოუდგენა არ ქონდა თქვათ რა ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს შემდეგ საფინანსო წელს არა მარტო წყალდუბოს მუნიციპალიტეტში, არამედ ფაქტობრივად თუნდაც მათ კონკრეტულ თემში და არის თუ არა მათი საჭიროება თქვათ ასახული ამ საბჭოთა პროცესებში. ეს ნიშნავს რომ მოქალაქეები ჩვენ სამწუხაროდ ნაკლებად არიან ჩართულები მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ რომ როგორმე მათი ჩართულობის ხარისხი დაიზარდოს. კი, ნამდვილად ისინი უფრო საქმის ყურში იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც სოფლის ხადაჭერის პროგრამის პარკლებში ამათი კონკრეტულ თემში ეწყობა კონკრეტულ საჭიროებებზე შეხვედრა და აი მაშინ იგებენ განხორციელად ამ საჭიროებებს, რაც შეიძლება განხორციელდეს მაგ კონკრეტულ თემში. მადლობა ბატონო და აქვე მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი აქტივობა და ჩვენი მცდელობა იმისა რომ მეტად იყვნენ მოქალაქეები ჩართულები ამ პრობლემების მოგვარების, ესე ვთქვათ, ადვოკატირების პროცესში, მეტნაკლებად მიღწევადია და მეტნაკლებად ვაღწევთ, თუმცა არის ერთგვარი სკეპტიკური დამოკიდებულება თვითონ თვითმმართველობების მხრიდან. ანუ ადგილობრივი თვითმმართველობები ნაკლებად ცდილობენ ითანამშრომლონ მედიასთან, მსგავსი პოზიტიური პროექტების ფარგლებში, თუმცა იგივეს ვერ ვიწყwi ხონის მუნიციპალიტეტის მერზე, ბატონ ლადო ჯურხაძეზე, რომელიც არათუ თანამშრომლობს, ის აქტიურად მოდის გადაცემებში იღებს მონაწილეობას, ცალკეულ პროექტებს განიხილავს დამატებით, თუმცა იგივეს ვერ ვიწყwi, როგორც უკვე აღვნიშნე, მარტვილის მუნიციპალიტეტზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი მიუხედავად 1000 გზის დაუკვირდა, რომ შევხვდებოდა და შესაბამის საკითხებს ერთად განვიხილავდით. გარდა იმისა, რომ მითხრა პრობლემა, რომელიც ჩვენ გავაშუქეთ, გადაიჭრა, მაგალითად ბანძის თემში, მიუხედავად იმისა, დაპირება, რომ ის შევხვდებოდა ჩვენ და დროს გამოძებნებდა ამ პროექტის ამ საჭიროებების ფარგლებში, ვერადავერ შედგა, მოკლედ ძალიან ლოიალურად რომ ვთქვა, დაპირება ვერ შესრულდა და ნუ არ ვიტყვი რომ გვატყუებდა. ლიკა მოგესალმები. როგორც ვიცი თქვენც ამ წყალდუბოს მკვიდრი ბრძანდებით და თქვენი საჭიროების შესახებ რო გითხრათ. მოგესალმებით. და მოქალაქეთა ჩართულობაზეც რომ გავაკეთოთ ასევე ყურადღება. ბატონო. წყალდუბოს ყველა რაიონში და ზოგადად თავად სოფელში დიახ. და თავად წყალდუბოშიც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რომელიც არის სანიაღვრე სისტემის გაუმართავობა ან საერთოდ არ არსებობა. ეს ყოველი იწვევს იმას რომ ყოველი ნალექის დროს გზაზე გადმოდის წყალი, არ მიედინება ის, არ აქვს გასასვლელი, ვეღარ მოძრაობს ვერც ტრანსპორტი, თავად მოსახლეობასაც უჭირს გადაადგილება, რაც დიდ პრობლემას იწვევს. ასევე კიდევ ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ნარჩენები არ გადის ეტაპობრივად ხშირად. და ეს იწვევს გარემოს დაბინძურებას. იქიდან გამომდინარე, რომ წყალდუბო ტურისტული რეგიონია და ასევე მისი სოფლებიც, მის სოფლებშიც მდებარეობს სხვადასხვა ნაკრძალი. ეს დიდი სირცხვილი არის ტურისტების უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ასევე მოსახლეობასაც აწუხებს ის. სხვათაშორის ქვილიშორის თემში გაიჟღერა მსგავსმა მოთხოვნამ, რომ მათთან არ ხდება ნარჩენების მართვა. დიახ. თვეში ერთხელ ნარჩენების გატანა არ არის საკმარისი, კვირაში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს. ან ის იმდენი რაოდენობით უნდა იყოს ბუნკერები წარმოდგენილი, რომ ეყოს სოფელს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მოსახლეობა გამოთქვამს უკმაყოფილებას, ასევე თავად მერთანაც ჰქონდათ შეხვედრა, აკეთებს მერიც რაღაცას, მაგრამ ეს რაღაც არ არის საკმარისი. უფრო ხშირად უნდა მიმდინარეობდეს მოსახლეობასთან შეხვედრა, მათი
საჭიროებების გაზიარება და თანდათანობრივად ამ პრობლემების და თქვენ თემში როგორ ხდება მოკლედ? თავად მოქალაქეები გასაგებია გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ანუ ამ საჭიროებების შესახებ საუბრობენ, თუმცა თავად როგორც ბატონი ნოდარი ამბობს, ნაკლებად არიან ჩართულები. თქვენთან შენ სამეზობლოში, სამეგობროში როგორ არის? ახალგაზრდები თუ ხართ ამ პრობლემებით დაინტერესებულები? არიან ახალგაზრდები დაინტერესებული, როდესაც ხედავენ, რომ მთავრობა და ან თუნდაც მერია არ აკეთებს, არ გამოყოფს შესაბამის რესურსს, თავად იწყებენ უკვე ამ ნარჩენების შეგროვებას, თავად იწყებენ როგორღაც ეს უკვე მოხალისეობის დონეზე? მოხალისეობის დონეზე, მაგრამ მაგალითად თუ შეადგინეს პეტიცია ან განცხადებით თუ მაგალითად ჩვენი ხა ამ საჭიროებების შესახებ გადავწყვიტეთ, რომ ბატონი ზაალის იურისტის დახმარებით და ბატონი ნოდარის დახმარებით მოვამზადოთ წერილები, მივმართოთ ადგილობრივ ხელისუფლებას და მივიღოთ მათგან პასუხები ანალოგიურად თქვენ თუ გაგიკეთებიათ, თუ მომავალში აპირებთ. პეტიცია ჯერ არ შეუდგენიათ, მაგრამ თუ მოლაპარაკებების საშუალებით არ შედგება ეს საქმე, მაშინ შეადგენენ აუცილებლად. ანუ ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმს გამოიყენებენ. მე ვიცი რომ უკვე ინფორმირებული ხართ ამ კუთხით და ბატონი ნოდარი სწორედ მაგ მიმართულებით ატარებს შეხვედრებს, რომ მეტად იყვნენ ინფორმირებული ადამიანები თუ როგორ ჩაერთონ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში. ჩვენ მიზნი აუდიტორიას წარმოადგენს ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი დღნორისა და მადლობა ბატონო ალეკო რომ თქვენ ამ სოფლის მცხოვრებთა სახელით მობრძანდით დღეს ჩვენს გადაცემაში და ამისთვის ვართ რა თქმა უნდა მადლიერები და მინდა რომ აი ამ სოფლის პრობლემებზე გკითხოთ, ადგილობრივ რამდენიმე თემა გამოყვეს, რამდენიმე საკითხს შეეხეს ხაზგასმით, მათ შორის იყო გზის პრობლემა და კიდევ სხვა, რომელზეც თქვენ გვინდა რომ გვესაუბროთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თქვენთან სტუდიაში ყოფილვარ და რა ვიცი ჩვენ ტელემაყურებელმა აქ ცხოვრობ, აქ დაბადებული ადამიანი ვარ, თუმცა ჩემი წინაპრების ადგილია, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემი თანასოფლელები და მეთანხმებიან, რომ ვირაში ერთხელ იქ აუცილებლად ავდივარ. დიახ, და თქვენი ყოფის ინტენსივობას თუ გავითვალისწინებთ? ჩემი ურთიერთობა იქაურობასთან არის საკმაოდ ინტენსიური. და მჭიდროც როგორც გითხრათ. დიახ, სამკვიდრო ადგილს ვხედავთ თუ შეიძლება ასე ვთქვას, მე და ჩემი ძმები, ოჯახი. იქ ვარ ბავშვობიდან წარმოდგენილი. დიახ. კიდევ ერთხელ ძალიან მიყვარს იქაურობა და მოკითხვა ჩემებს, ასე ვთქვათ რა, ჩემს სოფლის, ჩემ თანასოფლელებს. კი ბატონო, ჩვენც მოვკითხავთ, იმიტომ რომ ჩვენც გვიყვარს უკვე იქაურობა, იმდენჯერ ავედით იქ. ამდენ ახალ წელს ულოცავ მათ და უსურვებ, რომ ნებისმიერი მომავალი წელი ჩვენი სოფლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ყოფილიყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქამდე. ახლა რა შეეხება პრობლემებს. მოდი გზით დავიწყოთ. აღნიშნოთ აუცილებლად ის რომ წყალტუბოდან რაიონიდან საკმაოდ მანძილზე მდებარეობს, ოღონდ ქუთაისიდან მაგალითად 46 კილომეტრია იქამდე. მაღალმთიანი სოფელი გახლავთ, რიონის ხეობით მივუყვებით, მივდივართ. ძველი გზა, ასე რომ ვთქვათ, ქუთაისი მამისონის რა მნიშვნელობის გზა არის. ახლა იქ თოვლია, როგორც ვიცით, დი? სოფლად ნორისაში ამ წუთში თოვლი არის, თუმცა მაგალითად გზაზე რიონის ხეობაში მონაკვეთზე, რომლის დაფარვაც მე მომიწია ახლა მაგალითად ამ დილით, თოვლი აღარ არის. აღარ არის უკვე. 25 კილომეტრიანი მონაკვეთი მოწესრიგდა და შემდეგ გზა ვერანი კრიტიკას ვერ უძლებდა, პრაქტიკულად დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ეს გზა არ გაკეთებულა. კარგია რომ გაკეთდა და მიხარია რომ ასეა. დიახ, მაგრამ 2024 წელში ის ნაწილი, რომელიც დარჩენილი, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემას წარმოადგენდა, რაღაც ნაწილი მონაკვეთი კიდე მოწესრიგდა რა. მოწესრიგდა, მხედველობაში მაქვს ცენტრალური გზა ქუთაისი მამისონის გზა. რაც შეეხება შიდა გზებს, მაგალითად რიონის უნდა გადავიდეთ, 9 კილომეტრი აღმართი არის. და აღმართი გზა საკმაოდ ისეთ რელიეფით, რთული რელიეფით და აქ არის რამდენიმე თემი წარმოდგენილი რა. ამ ადგილს მინდა აღვნიშნო კლდე დაღმართს ეძახიან. გეოგრაფია საკმაოდ საინტერესო არის. უკრიბასთან საზღვრით, მათ შორის ქვემო რაჭის სოფლებთან, ცახთან, გოგოლათთან 1800 მეტრის სიმაღლის დაახლოებით მთა არის სოფლის თავზე. ძალიან კარგი ტურისტული პოტენციალით. თუ რა თქმა უნდა, გზა და ინფრასტრუქტურა გვექნება. მთავარი პრობლემა
დაცლის პრობლემაა სოფლის. მე მახსოვს მაგალითად ჩემ ბავშვობაში სოფლად 250 კომლი ცხოვრობდა მინიმუმ. ნუ ყოფილა მეტიც. დღეს ასეთ ვითარება გახლავთ მაგალითად 70-მდე ოჯახია, სადაც წლიდან წლამდე ელექტროენერგიის მომარაგება უწყვეტად იწოდება, უწყვეტად ხდება. აქედან მაგალითად უბანში, სადაც მე ვცხოვრობ, 24 ოჯახია. ერთი ქალბატონი არის ერთ ოჯახში 70-ს მიღწეული და მეორე ოჯახში 68 წლის მამაკაცი და მისი 90-ს გადაცილებული დედა ცხოვრობს. ამ 24 ოჯახიდან მხოლოდ ამ ორ ოჯახში არის მუდმივად ადამიანი. წეგანავი გითხარით, რომ 70 ოჯახამდეა დარჩენილი ძირითადი ნაწილი ასაკოვანი ადამიანებია. სოფლის სკოლაში, სადღაც 20-მდე ბავშვი არის. მე რამდენადაც ვიცი. ქვემოთაც იყო ეს ციფრი, ახლა არ დამიზუსტებია, ტყუილი გამომივა წელს რა ხდება ამ მიმართულებით, მობილობა არის. სამწუხაროდ მობილობა ქალაქისკენ ხდება უფრო ბავშვების ვიდრე სოფელში მოიყვანოს. წარმოიდგინეთ, რომ ნუ ახლა ძველებისგან ვიცი ეგ ამბავი, დაახლოებით 70 წლის, ნუ 70-80-იანი წლები ორი პარალელური კლასი იყო სკოლაში. სკოლა იყო სრულად დაკომპლექტებული საშუალო. რაიმე პოტენციალს ხედავთ იმისას, რომ ახალგაზრდები დაბრუნდნენ, ან ვინც არიან ბავშვები ახლა მოდი სოფელში რამდენიმე 10-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება იყო სოფელში. ნუ ახლა ეს მოძველდა და მე პრივატიზება მოხდა და აი მინდა რომ რაღაც 70-80-იან წლებში დაუბრუნდეთ, რომ გარკვეული ესე რომ ვთქვათ რაღაც პოტენციალი დავანახოთ. იყო ფერმები სოფელში. მოსახლეობის ძირითად ნაწილს მაგალითად ჩვენთან ისეთ ტერიტორია გახლავთ, ოჯახების საკმაო ნაწილს ქონდა შესაძლებლობა მაგალითად მეღორეობით აი მთაში გაეკეთებიათ რაღაცა და ოჯახს 70-80 სული როგორც იქიტყვიან, ასე რომ ვთქვათ, ცხოველი გაეყიდა. იცით, ჩვენ როცა სოციალურ ქსელში ამ თემებზე დავწერეთ სტატუსი და მოკლედ კითხვები დავსვით, ადამიანები ჩაერთვნენ და იყო მაღალი ჩართულობა, მათ შორის ისეთი ადამიანებისა, რომლებიც იქ დღეს არ ცხოვრობენ, მაგრამ მისი წინაპრები იყვნენ და ასე შემდეგ. ისინი ამბობენ, რომ საუკეთესო მოსავლიანი მიწა ნიადაგები არისო. ანუ აქ მოყვანილი პროდუქტები ასეთ ადგილებს თელს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და მაღალმთიან ადგილებში მცირე მიწიანობა წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას. მნიშვნელოვან პრობლემას, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უნიკალური მიკროზონა არის. და აი ხარისხი ამ შემთხვევაში აბალანსებს. განსაკუთრებული ამ მიკროზონაში ვართ. არის ინვესტიციები კეთდება, ნუ მაგალითად ბოლო წლების განმავლობაში ორი ინვესტიცია. ჩვენ გადავეყარეთ სანერგე მეურნეობას. დიახ, სანერგო მეურნეობა გაკეთდა, მე თემში ახლა ერთით მაგა ასათიანია მაგალითად, რომელიც ზემო დერჩი არის, ესეთი ადგილი დერჩი, იქ აკეთებს, ნუ ვენახი ჩაიყარა, ჩვენთანაც მოხდა ესა სოფელში, ეს არ არის საკმარისი რა. არ არის საკმარისი. მოდი დაცლა შევეხოთ და საერთოდ პოტენციალს იქ ანუ მეცხოველეობა შეიძლება განვითარდეს, მეფრინველეობა, ამის ასე რომ ვთქვათ ტრადიცია ყოფილა, ჩაი მნიშვნელოვანი კულტურა, საკმაოდ ხარისხიანი ჩაის კულტურა, ვაზის კულტურა პლუს ტურისტული პოტენციალი. ესე ზღვის დონიდან ესეთ მაღალ ადგილებში შეიძლება ჩაის კულტურა. დიახ, მოდი წინაპრებს ტრადიციულად, ნუ ახლა ვაზი იქ არის უკვე, რა ვიცი, ათასლეულებია. ჩაი საკმაოდ მაღალი ხარისხის, რომელიც იქვე, ასე რომ ოფუჩხეთის იგივე წყალტუბოს რაიონი არის. ოფუჩხეთის ჩაის ფაბრიკაში ჩამოქონდათ და ეს პოტენციალი აი მცირედით, რამდენადაც ვიცი, კერძო ინვესტიციის სახით მაღალმთიან სოფლებში ჩვენსკენ სადღაც გამოყენებული არის რა. თუმცა ძირითადი ნაწილი ამ შესაძლებლობის ჩაის კულტურის არსებობით იქეთკენ და ინფრასტრუქტურით პრაქტიკულად აღარ არსებობს რა. წეგან სატრანსპორტო საშუალებები ვახსენე.
ახლა მაგალითად მძიმე ტექნიკა სოფლის. აი მე ერთი კვირის წინათ როცა წავედი დაახლოებით მეტრი თოვლი იყო, გზა ნაწილობრივ გაწმენდილი იყო, დიდწილად ობიექტურობისთვის უნდა ითქვას. იმ დღეს როცა მივდიოდი, მაგალითად იმ დღეს კიდევ გაიწმინდა გზა და ტრანსპორტს ჰქონდა უკვე გადაადგილების შესაძლებლობა. ჩვენები ჩივიან, იქაური ხალხი. რო კარგი იქნება თუ მაგალითად ასეთი რაიონიდან საკმაოდ მოშორებული, თუმცა რამდენიმე თემი არის წარმოდგენილი, მაგალითად ნორისის თემში კიდევ რამდენიმე სოფელია, ჭაშლეთი, საჩხეური, ლეხიდრისთავი, საკმაოდ დიდი გეოგრაფია არის. აღარაფერს ვამბობ, მთლიანად კლდედაღმართი ვახსენე და ქვემოთ დერჩია, მექვენა, რამდენიმე სოფელი არის. რა კარგი იქნებოდა, რომ როგორც ადრე იქ შესაძლებლობა ჰქონდეს რამდენიმე თემს ტექნიკა ადგილზე იყოს და დროულად დაიწყოს მაღალმდე ახლა იქიდან რომ ინფორმირება მოხდება აქით რაიონს გააგებიებ ხო იყო შესაძლებლობა იმისი რომ ამავდროულად საწვავიც იყოს და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკა უზრუნველყოს გზის გაწმენდა ან მაგალითად დამეწყრილი ტერიტორიის დასუფთავება. შიდა გზებზე ამ თემას ლობირებს. შიდა გზები არის ძალიან მოსაწესრიგებელი, მნიშვნელოვნად მოსაწესრიგებელი. მე კიდე აი საუბრობ მეგობრებო შიდა აი სასოფლო გზა, სადაც შეიძლება მაგალითად საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ან ამოსულმა სტუმარმა გაიაროს და შიგნით გზებზე კიდე უფრო სოფლის შიგნით, მაგალითად ჩვენი გეოგრაფიის გათვალისწინებით საკმაოდ ნუ ვიცით რომ აღარ 800 მეტრზე მაგალითად ჩემი სახლი არის, მაგრამ ადამიანები ცხოვრობენ 900 მეტრის სიმაღლეს. რამდენიმე კუთხე არის სოფელში, აღარაფერს ვამბობ მთაში წასასვლელ გზაზე. და როცა საკურორტო ესენი ყველა მოსაწესრიგებელია და როცა ტურისტულ მარშრუტებზე საუბრობენ, თქვენთან გადის ეს მარშრუტი? გითხრათ სიმართლე, ალბათ 5%-იც არ არის გამოყენებული იმ პოტენციალის, რაც შეიძლება გამოიყენოს ამ მიმართულებით ქვეყანამ, რაიონმა და ჩვენმა სოფელმა. და გაიზარდოს დაინტერესება. დიახ, გაიზარდოს. აქ არის, აი რა გითხრათ, წეგან თქვი რომ მთა არის 1800 მეტრის, ამ მთას იქით ქვემო რაჭის სოფლები არის, ცახი გოგოლათი, სადაც კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. იქ არის ხის სახლები შესანიშნავი, ბეღლები, აი ბახტაძის პრემიერობისას იყო დაგეგმილი, რომ მაგალითად რეაბილიტაცია მომხდარიყო იქ გზის, სახლების გაზრდილი იყო ტურისტული პოტენციალი, შესაძლებლობა. აი ჩვენიდან იქ ჩვენთან შეიძლება, როგორც გითხარით, ოკრიბასთან საზღვრობს ეს კლდედაღმართი, ასე რომ ვთქვათ, ეს ადგილი. და გნებავთ რაჭისკენ, გნებავთ ლეჩხუმისკენ, ტვიშისკენ, ორხვისკენ, გნებავთ ოკრიბისკენ, რა ვიცი, იმერეთისკენ, ისეთ საინტერესო ადგილზია. ავდივართ, ესე იგი 800 მეტრის სიმაღლეზეა სოფელი, ხო? ჩვენ შეიძლება ავიდეთ 1800 მეტრ სიმაღლეზე, შესანიშნავი, უნიკალური. დიახ, მადლობა ბატონო ალეკო. დაგიბრუნდებით ისევ. დიახ. რა ვიცი, ძალიან საინტერესო ადგილები. ბატონო ნოდარს რო გადავაწოდოთ მიკროფონი. ბატონო ნოდარ, ეხა ბოლო ნაწილიდან დავიწყოთ, რაც ბატონმა ალეკომ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ხაზი შეიძლება გაკეთდეს და მარშრუტი და როგორ შეიძლება აი ამ პრობლემების, ამ საჭიროებების, ამ მიგნებების მიწოდება, თუნდაც ეს ვერ გადაწყდება უკვე ადგილობრივ დონეზე, ცენტრალური ხელისუფლებისადმი. პირველ რიგში ადგილობრივ დონეზე უნდა გადაწყდეს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, როცა შეიქმნა რეგიონის მასშტაბით დემო იმერეთი, მაშინ შედის სტრუქტურული ერთეულები, ამათვე კონკრეტული მუნიციპალიტეტების, ხო, ყველაფერი ეს შესაძლებელია. ადგილობრივ დონეზე ფინანსური რესურსი ვიგულისხმე. ფინანსური არა, მე ვამბობ პირველ რიგში, როგორ შეიძლება საკითხის გენერირება ანუ უნდა იქნას წყალდუბოს მუნიციპალიტეტის მიერ შესწავლილი შესაბამის სამსახურის მიერ ეს პოტენციალი და ჩვენი თვითმმართველობის კოდექსი იძლევა იმის საფუძველს, რომ ერთ და იგივე საკითხთან დაკავშირებით, თქვათ, პარალელ რეჟიმში მოხდეს იგივე, თქვათ, ყიბულის ანუ რეგიონის ტურისტულ სამსახურს. რეგიონის ტურისტულ სამსახურს არა მარტო, არამედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურებმა კეთილობაში და ინფრასტრუქტურის, რომ ესეთი პროექტები იქნას მომზადებული, შესწავლილი და შემდეგ უკვე
ორი ან მომიჯნავე კიდე თქვა 3 მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად საკითხთან დაკავშირებით ერთობლივად გადაწყვეტილება მიღებული. შემდეგ შესაძლებელია ასევე ვინაიდან უკვე მეორე მხარეც იქნა ხსენებული სხვა რეგიონი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სანაძის რეგიონი და იმათი დაკავშირებაც და იგივე საკითხის გენერირება თქვა იმ მომიჯნავე მუნიციპალიტეტებში და აქაც შესაძლებელია უკვე შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ საკითხის გადაწყვეტა და მე უკვე სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების ამ საკითხების განხილვა და ამის შემდეგ უკვე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე საკითხის დაყენება ინფრასტრუქტურის და რეგიონულ განვითარების სამინისტრომ ამ შემთხვევაში ხედველობაში, სადაც შესაძლებელია საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა და ჩვენ როცა მსგავსი პროექტს ვახორციელებდით თქვენთან ერთად წინა წლებში, მაშინ ხონში ქონდა ჩვენ მუნიციპალიტეტში როცა კვალი მაგი და ქონდა ორგანიზებული იქვე ქონდა ხონჯელობა რომ ხონს თავის მხრივ შეუძლია წყალდობოსთან ინფრასტრუქტურები იქეთ მარტვილთან აქეთ სამტრედიასთან და რა ვიცი მომიჯნავე მუნიციპალიტეტთან ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებით თქვათ ოღონდ გაფართოვდეს ეს ტურისტული გაფართოვდეს და შეიქმნას თქვათ იქ თქვათ სხვადასხვა სამთო ტურიზმის ორგანიზება შესაძლებელია იქ შეიძლება ცალკე თემად შემოვიდეს ეხან ალეგო მახსენა თქვათ ხომ ტურისტული პოტენციალი მაგრამ აი ეს რელიგიური ტურიზმი მაგალითად იქ ერთ მხარეს კიდე ცალკე რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს და ასევე თქვათ იგივე რაჭასთან მიმართებით უკვე სხვა სხვადასხვა ნამდვილად და სინაგოგების მხედველობაში და უკვე მათთან ერთად ასეთი ტურიზმის ორგანიზება, რამდენიმე პატარა ტურისტული მცირე სასტუმროები იქ არის ორგანიზებული, თუმცა მეტი ხელშეწყობა ჭირდება ამ შემთხვევაში, იმიტომ ის მაღალმთიანობის კანონი რაც მიღებულია წლების უკან, რასაც ახლა ამ ხელისუფლებას თქვა ვერ დაუკარგავთ და მეტ თქვა მოქნილობას და მეტ ფინანსურ უზრუნველყოფას ითვალისწინებთ თქვა მაღალმთიან რეგიონის, ის სამწუხაროდ ჯერ კიდევ არა ბოლო კონდიციამდე გამოყენებული და ამ მხრივ როგორც შეიძლება ვთქვათ რომ როგორც ადგილობრივი როგორც იწყვია კიდევ მეტი ესე არა რას ვამბობ იცი მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ მე თქვი აი ამათი ახლა ვინც არის ვთქვათ მაჟორიტარი დეპუტატი მისი მოსვენება არ უნდა იყოს ვთქვათ რომ ამ ინფრასტრუქტურის საჭიროებებს ავლენდეს, შემდეგ მის კარგად მიტანას და ლობირებას ახორციელდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში. მით უფრო რომ ვინც ამ ბოლო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, წინამოწვევის პარლამენტარი იყო და ანუ საკითხი ბევრად უკეთესად უნდა არა მარტო პარლამენტარის ვამბობ, მე ვამბობ სოფლის თემის მაჟორიტარი შემთხვევაში, ვინც იქედან არჩეული, იქედან მომიჯნავე და რაღაცნაირად უფრო ხშირი გაცვლითი და აი მაგალითად ურჩევდი ასევე ვთქვათ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს გამართვას ამა თუ კონკრეტულ სოფლებში აი იმიტომ რომ რაღაცნაირად და აი ეხლა ალეკო მახსენა ასევე რასაც სავსებით ვეთანხმებ იმიტომ რომ მე როცა თვიში იმართება ღვინის ფესტივალები იქ არაერთხელ იყო წარმოდგენილი როგორც თქვათ ხმოვისიდან ისე საჩხერიდან და სოფლებიდან რომელიც ალეკო მახსენა რასაკვირველია კონკრეტული მიკროზონა მაქვს ხედელობაში თვიშის სოლიკაური სახელით ცნობილი მიკროზონა სადაც ის ღვინოები იყო წარმოდგენილი და საკმაოდ კარგად არა მარტო ღვინო სპირტიანი სასმელები და რა ვიცი სხვადასხვა ლიქიორები და ისინი ესეც ცალკე ასათვისებელი თემაა და ამ კუთხითაც შესაძლებელია ბევრი საკითხების გეოგრაფიული მდებარეობა ახსენა და ძალიან მნიშვნელოვანია სადაც გადასახვევია იმდენად ლამაზად გადმოხურებს არა მარტო ლამაზად იმდენად ახლოს არის ყველაფერი გადასახვევში იყო ვინც მხარეს ხშირად ყოფილა და რაღაც იმ გადასახვევთან იყო სწორედ თქვა როგორც ახლა ჩვენ დასავლეთიდან აღმოსავლეთში მიმავალი ტრანსპორტის სარგებლოდ და როცა თქვა სურამის დაბეებში ხდება გაჩერება ისე ხდებოდა ყოველთვის ტრანსპორტის გაჩერება და ბევრი ესეთი მცირე ბიზნესების აღორძინება შეიძლება კიდე ერთხელ ვამბობ თუ კი ამას კარგად შეისწავლი მე ამ პოტენციალს უკვე შენ თქვა შეიძლება გაისის ბიუჯეტში ეს ვერ აისახოს მაგრამ უკვე პრიორიტეტების დოკუმენტში თუ ამას მოაქცევ რომ 2026-2028 წლების დოკუმენტში არ დაგვაიწყოს გაისად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამიტომ რასაკვირველია ამ კუთხით ფაქტურად ესეთი პოტენციალი არის მოსაძიებელი მე არის აბსოლუტურად ყველაფერი გათვლადია რამდენი
რამდენი შეიძლება თქვა ამ ყველაფერს რამდენი ადამიანი დაჭირდება, რა ფინანსებთანაა გათვლილი და 1000 სახელმწიფო პროგრამებია, რომელიც მიზანმიმდევრულად თქვა შეიძლება თქვა იყოს გამოყენებული და მათ შორის ადგილობრივი ბიუჯეტის შეხებაც თუ მოხდება, იგივე სოფლის ხაზაჭერი პროგრამებით, მაგალითად სხვადასხვა თანხების მოძიება ამ კუთხით და აი გზაახსენა, თუ გზა არა, თქვა ელენერგიის პრობლემა, გაზის პრობლემა და ასე შემდეგ, ეს ძალიან ძნელია, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, როცა ტურისტი ბატონო და ჩვენ თანამშრომლობის პრაქტიკაში გქონია შემთხვევები, არც თუ ის იშვიათად, როცა ცალკეული პროექტები სრულდება და რაღაც გარკვეული მიზნები მიღწეულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თემაზე მუშაობას ვწყვეტთ. ანუ ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას და იმედია ჩვენ ამ თემას მე აქ კარგ თემას ამოვწევდი, ვინაიდან წლების განმავლობაში და წლების განმავლობაში კარგი გამოცდილება ზოგადად ანად ასევე კონკრეტულად მეგატივსაც ახალმეყოფებით, ის პროგრამაც რო აიღოთ მეთქი, ის 2015-17 წლებში მთელი იმერეთის რეგიონით რა იყო განსახორციელებელი და თქვათ იმ საკითხებზე დაიწყოთ მუშაობა, გამოითხოვოთ ინფორმაციები, რა გააკეთა, რა არ გააკეთა, იმიტომ რომ ეხლა რო ვახსენე, როცა ჩვენ დავდიოდით სოფელ უბან და ვაცნოდით იმ პროგრამას, მაგალითად იმერეთის მოსახლეობას, იქ იყო უკმაყოფილება, იმიტომ იყო თემები, სადაც იყო ბევრი რამე გათვალისწინებული, იყო თემები, სადაც არაფერს გაკეთება არ იყო გათვალისწინებული, გეუბნებოდი რას მოდივით, თორაფერი არ იყო ჩვენზე გათვალისწინებული. ჩვენ მერე მოვამზადეთ კიდე რეკომენდაციები იმ პროგრამების სრულყოფისათვის, რათა მოგეხსენებათ, მერე გვინდოდა დონორთა კონფერენციის ორგანიზება ქვეყანაში, აქ იმერეთში უბრალოდ და წყალტუბო იძლეოდა ამის ნიშანსვაც, იმიტომ რომ იქ საკურორტო სასტუმრო ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული, რამდენი დღიანი კონფერენცია მომზადებული იყო, იმ დროს თქვა მხარის ადმინისტრაციასთანაც როცა გქონდა 2015-ში როცა ვასრულებთ ივნისში პროგრამას, ამის გარკვეული მცდელობა რაიონის მუნიციპალიტეტთან ჰქონდა შესაბამისი დავალება, რომ მათ მოემზადებიათ ის პროექტები, რომელიც უკვე იყო დასაფინანსებლად გათვალისწინებული და 10 შემდეგ წლებში რომლებიც საჭიროებდა დაფინანსებას. თუმცა მე გავგონიათ, როცა იცვლება ნახე, მინდა გკითხოთ ერთი რამ. მუნიციპალიტეტის ზონაზე და მხარის ზონაზე ეს ნებად გუბერნატორები და ნებად თვითმმართველები, ისინი რატომღაც სულ ყველა ნულოვანი კუციდან წლებოდა და მე თქვა, პოლიტიკური ელფერი ხო არ უშლის ხელს იმას, რომ ეს საკითხები უფრო ორგანულად იქნეს განხილული და ანუ მიუკერძებლად გადაწყვეტილი. შესაძლებელია ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა აი ეხლა ჩვენ ამჯერ გავაჟღერებთ მყარი ნარჩენების მართვის საკითხები და როცა სასტუმრო რჩეულში წლების უკან ხდებოდა 2020-2025 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგიის განხილვა, იქ წყალტუბოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ერთ-ერთი კოლექტივის თავმჯდომარე იმ შემთხვევაში დასვა საკითხი ცენტრალური ხელისუფლების წინაშე და სავსებით სწორად რომ როცა აი რიკამაც გააჟღერა რამდენიმე ნაკრძალი აღკვეთილია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლებიც სამწუხაროდ არა ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ბალანსი ამ შემთხვევაში დაცული ტერიტორიების აგენტობა მახლობლობაში და მან გარკვეული მახვილება გამოთქვა, რომ ვინაიდან იგივე პრომეთეის მღვიმედან და სათაფლიდან რომ მოხდეს მყარი ნარჩენების ყოველდღიურად გატანა და მართლა ხდება ყოველდღიურად ამ დასწრების სამსახურს ჭირდება შესაბამისი საწვავი, საფოხი, საშუალებები, საბურავები და შემდეგ თქვა და იმ ხელა გადასახადებიდან სამწუხაროდ ერთი თეთრის არჩება ადგილობრივ ბიუჯეტში და აი თუ იმ გადასახადიდან რაღაცა მცირე პოტენციალი იქნებოდა ადგილობრივ თვითმმართველობის ანგარიში დარჩენილი, ამ შემთხვევაში ბევრად სრულყოფილად შეიძლება, იმიტომ მანქანების შეძენა და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ახლა პრომეთეის მღვიმე წყალტუბოდან 10 კილომეტრზე იქეთა, ასევე სათაფლია, იქიდან მე გეგუთებს მყარი ნარჩენების პოლიგონზე იმის წაღება ფაქტურად და ამ ფონზე სოფლები, რომელსაც გაივლის ეს ნაგვიზმზიდავი მანქანები, საყვედურებენ ხო, აი იქამ ეხლა თქო თვეში ერთხელ გატანა არ კმარო, თვეში ერთხელ კი არა, ეს უკვე ის რაც არ უნდა მყარი ნარჩენების ბევრი კონტეინერი დავდგათ. თუ იქიდან სისტემატურად არ მოხდა, ის თვითონ იქცევა, მე ანტისანიტარისკერად ხო, ის კვირაში რამდენჯერმე მაინც უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს, როცა გითხრეს იგივე ქვილიშორში, რომ მე იქ სადაც გია კონტეინერები, იქ მე ცხოველები როცა მიდიან და არ ხდება დროზე მისი უტილიზაცია, ფაქტურად ისევე გადაატრიალებენ ამ კონტეინერებს და თვითონ ის
სრული ანტისანიტარია ხდება. დიახ, დიდი მადლობა ბატონო დარ, თუ შეიძლება ლიკას გადავაწოდოთ და ანუ ლიკა როგორც თქვით, ისევ იგივე თემას რო დაუბრუნდეთ და ზოგადად ასევე რომ შევაჯამოთ ეგ საკითხი, ტურიზმი ახსენეთ თქვენ და ტურისტული ობიექტები მრავლად არის ობრძანეთ და თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის კონსოლიდაცია? ანუ თქვენ ბრძანეთ რომ როცა რაღაც პრობლემაა, ჩვენ ახალგაზრდები ვცდილობთ მოხალისეობით გადავჭრათ იგი, ანუ შევაგროვოთ ეს ნარჩენები ან სანიაღვრეს ცოტა ანუ მივცეთ მიმართულება და ასე შემდეგ, მაგრამ ფიქრობთ თუ არა რომ მოხდება დაორგანიზება თქვენი რაღაც გარკვეული ახალგაზრდების ჯგუფის, რომლებიც ჩაერთვებით, პირდაპირ მნიშვნელობით ჩაერთვებით აღნიშნულ თემებში, თანამშრომლობთ საკრებულოსთან, აი მაჟორიტარი დეპუტატები ახსენეს, რომლებიც სოფლებში არიან არჩეულები და წყალტუბოს საკრებულოს წევრები არიან. აი თუნდაც ამ საკრებულოს წევრებთან, ანუ ხო, იგივე მერის რწმუნებულები კი ბატონო ადგილებზე. ხო, ანუ ითანამშრომლებთ თუ არა მათთან და რაიმე ერთობლივ პროგრამას შექმნით თუ არა და ასევე ის, რომ პოლიტიკური ელფერის გარეშე ან კუთვნილების გარეშე ხომ არ გიგრძვნიათ ის, რომ თქვენ ამ პოლიტიკური განსხვავებული შეხედულებების გამო რაღაც საკითხი იბლოკებოდეს ან არა. ანუ როგორ გესახებათ მოკლედ ამ პრობლემების გადაჭრა და მომავალი თანამშრომლობა ამ პრობლემების გადაჭრისათვის ადგილობრივ ხელისუფლებასთან მათ შორის? რა თქმა უნდა, მე ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა აუცილებელი არის, როგორც საკრებულოს წევრები, ასევე თავად ბატონი მერი ყავს ხედულობაში. ბატონი გენადიც ხშირად მოდის სოფელში, აქვს მოსახლეობასთან შეხვედრები, გააკეთეს ასევე მოსახლეობის მოთხოვნით ბიუჯეტიც გამოყვეს მერიაში და დადგეს ელექტროენერგიის ბოძები, ქუჩის განათება გააკეთეს. ასევე თუმცა არაქვილიშორში. არაქვილიშორში, დიახ, ბანოჯაში გააკეთეს კონკრეტულად და აუცილებლად რა პრობლემაც არ უნდა წამოიჭრას, აუცილებლად ვითანამშრომლებთ ჩვენ მათთან, ასევე როგორც ხელწერილი გახდება საჭირო, ამასაც დავწერთ. პეტიციასაც შევადგენთ და უფრო მეტად ჩავერთვებით საქმეში. პოლიტიკური კუთხით განსხვავება არ მომხდარა ჩვენთან კონკრეტულად, სხვაგან შეიძლება მოხდა, მაგრამ ჩვენთან არ ყოფილა ეს და პირიქით ცდილობენ რაღაც მხრივ უფრო მეტად გაუგონ ასეთ ადამიანებს. ძალიან კარგი იმედი გვაქვს, რომ მედიასთანაც ისეთი აქტიური იქნება თანამშრომლობა, როგორც საზოგადოებასთან, იმიტომ რომ მედიაც ამ საზოგადოების ინტერესებს გამოხატავს და ბუნებრივია ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს საყოველთაო კეთილდღეობა. ბატონო ალეკო, თუ შეიძლება თქვენი ხედვები როგორია აი ამ პრობლემის გადაჭრაში, მოგვარებაში? განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვიშლის თუ არა ხელს იმაში, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ან ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვითანამშრომლოთ საბოლოო შედეგის, პოზიტიური შედეგის მიღებისათვის? მოდით საკითხს ასე შევხედოთ, რო არ წავიდით კონკრეტიკაში, სად რა ხდება, მე მგონი ვიცით, რომ სამწუხაროდ ადგილობრივი თვითმმართველობა არ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. დიახ, დეცენტრალიზაციის ძალიან დაბალი ხარისხია, კი ბატონო. იმ როლით და იმ ადგილით, როგორაც უნდა იყოს წარმოადგენილი რა. ჩვენ თვითმმართველობის რეფორმა გასახორციელებელი გვაქვს. მაგრამ არსებული კი ბატონო, მეტი არჩევითობა იყო თვითმმართველობაში წარმოდგენილი, მათ შორის თემის დონეზედაც, თუ ამ საკითხს ასე რო ვთქვა, სერიოზულად შევეხებით, ამ წუთში გამგებელი იქა ინიშნება თემის გამგებელი. მერის რწმუნებულები. ბევრი რამ უნდა შეიცვალოს ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა უნდა შეიცვალოს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მერის რწმუნებულებიც უნდა აირჩეს? დიახ, ხო, რატომაც არა, რა ვიცი, ყოფილა ამის პრეცედენტები, ირჩეოდა, კი ბატონო და რა ვიცი, ახლა წყალტუბოდან არ დაუნიშნო, ნახლა იმაში რაც აქვია ღნორისის თემს გამგებელი. რავი, რატო არის ამის საჭიროება? სოფელი პარლამენტს თუ ირჩევს და კიდე რა ვიცი, წყალტუბოს საკრებულოს საკუთარ გამგებელსაც აირჩევდა რა. მოდი, ბევრი რამ არის თვითმმართველობის კუთხით, კანონის კუთხით ჯერ შესაძლებელი და მე მიდგომების. ნუ ახლა არის ქვეყნები, სადაც საუკუნეების ტრადიცია არის. ნუ ახლა ისტორიის მასწავლებელი ვარ და შეერთებული შტატებით და რაღაც ამბებით შეიძლება ეს მოუყვეთ კიდე ტრადიციის მიხედვით, ანუ სოფელს ყოველთვის ყავდა თავკაცი. კი ბატონო და ჩვენთან არსებობს ცალკე საკითხი არის დამოუკიდებელი საქართველოს ტრადიცია, როგორ უყურებდა თემი ამ საკითხებს. მოდი ამ სიღრმეებში რომ მინდა რომ რამდენიმე საკითხი შევეხო ჩემს სოფელთან დაკავშირებულს. მოდი, წეგან აღნიშნე და კარგია რომ რიონის ხეობაში გზა გაკეთდა. შიდა გზები თქვით რომ აი ძალიან რთული ვითარება არის, სიტუაცია გვაქვს, მოსაწესრიგებელია მნიშვნელოვნად. ნარჩენების საკითხს შევეხეთ.
მინდა გითხრათ, რომ ასეთი რამ ჩვენთან არ არსებობს. ანუ ნარჩენები სოფლიდან არ გადის. ნუ მაგამდე როდის მივალ თუ 30 წლის განმავლობაში გზას ვეღირსეთ რიონის ხეობისას და იმედია მაგას დიდი ხანი არ დააგვიანდება ამ ამბავს ჩემო ბატონო, როცა ნარჩენის გამოტანა მოხდება. სოფლიდან მე პირადად ის წლების განმავლობაში მომაქვს მანქანით. თუმცა, რა ვიცი, აქ ეს საკითხი უდაოდ გადასაჭრელი და მოსაწესრიგებელი. ნარჩენების მართვა ზოგადად პრობლემა აქვს ქვეყანაში. წყალი, დიახ. მოდი როცა ნარჩენებზე ვსაუბრობ, უნდა გაკეთებული იყო ბატონი ნოდარი და მეთანხმება მყარი ნარჩენების რეგიონალური ნაგავსაყრელი უნდა მოწყობილი იყო ეს საკითხი მეტნაკლებად დავინტერესდი ამ საკითხით და შევისწავლე წერილების დავაგზავნე ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მათ შორის მყარი ნარჩენების კომპანიაში ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა შეიძლებოდა გერმანული თანადაფინანსებით გაკეთებული იყო ძალიან მიაფი კრედიტით გვექნებოდა რეგიონალური ნაგავსაყრელი დიახ შეთანხმება დიახ რამდენჯერმე იყო ამის მცდელობა თუმცა ეს ვერ მოხერხდა ორჯერ თუ ვახსენები კარგით ამას ჩემს სოფელში ეს მოსაწესრიგებელია წყალს რაც შეეხება აქ ყველა არის საკუთარი თავისი იმედად რა არანაირი ესე რომ ვთქვათ რეზერვუარებით და იმით ჩვენთან წყალი როსაც შემოვიდეს არსებობს ეს პოტენციალი იქნა თვითმმართველობიდან მილები მიწოდებული ობიექტურობისთვის ეს უნდა აღინიშნოს და სამწუხაროა რომ ეს საკითხი რაღაც ძალიან მცირედ ნაწილში ერთ თუ ორ კუთხეში სოფელში მოხერხდა და ალბათ 95% ეს ჩვენთან სოფელში მოსაწესრიგებელია. წყალი არის შესანიშნავი ესე რომ ვთქვათ პატარ-პატარა წყაროები, რა ვიცი, ღელეები, როგორც იქაც ნუ ყოფილა რომ წყლის ანალიზი ჩვენთან გაუკეთებიათ, ამ დეტალებში ვერ შევალ, როგორი არის ეს პოტენციალი ახლა ჩვენთან, თუმცა ესეც არსებობს. არაერთი ტურიზმის საკითხებს შევეხეთ. სოფლის დაცლა ვახსენეთ კიდევ ერთხელ მინდა ამ საკითხს დაუბრუნდე რა. როცა არანაირი პირობები. გზით დავიწყეთ არანაირი პირობები, ბუნებრივი ახალგაზრდები იღებულობენ გადაწყვეტილებას, რომ ისინი მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, ჩემი თანასოფლელები და იმ თემის მაცხოვრებლების მნიშვნელოვანი ნაწილი მთელი ეს აწლეულებია იბრძვიან გადარჩენისათვის. მაბადიეთ და აქ რო ადამიანი გარდაიცვალებაო, ყველას მშვიდობა სასახლის მოტანა ქალაქიდან არ უნდა დაგჭირდესო რა და რაღაცა წესით და რიგით და ეს რაღაც ერთ ორ ადამიანს და ასაქმებს იქით რაღაც სატყეოს მხრიდან გაკონტროლდება ეს და ერთი სიტყვით ადმინისტრირებაც მოხდება ამისი და ამავდროულად ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს შესაძლებელია ხო რა ვიცი რატომაც არა რა შესაბამისი ლიცენზია ნებართვა და რა ვიცი ახლა კეთილსინდისიერება არის ახლა ყველა მხრიდან საჭირო რა მოდი როცა საუბრობთ რომ რა და როგორ უნდა მოხდეს და სახელმწიფოსა და ადგილობრივ შორის დიახ ყველა მხარეზე უნდა განაწილდეს ეს პასუხისმგებლობა ექსტრადიცია ძველი გვაქვს, მე ახლებური ცოტა რაღაც, რა ვიცი, აქ გვაქვს ბევრი რამ შესაძლებელი და შეიძლება გაკეთდეს უამრავი რამ. ესე იგი, რა მწვილფელხა პირუტყვი შეიძლება აქ ადამიანებმა ავდეთ, ასე რომ ვთქვათ. რა ვიცი, რა ხდება, რა გზა არ ქონდა, კვალი არ ქონდა. მოდი ელექტროენერგიის მხრივ არაერთხელ შეეხეთ, შიდა განათება გაკეთდა უკვე კარგი ხანია საჭიროებს კიდევ რაღაც ასე რომ ვთქვათ მოწესრიგებას აი ახლა ამ ზამთარში გამოიცვალა ელექტრობოძები ახალი ბეტონის ბოძები თუმცა ხო ანუ აქ საუბარია იმაზე რომ სოფლამდე ელექტროენერგია მოვიდეს უწყვეტად დაზიანებების გარეშე მაგალითად ხო ახლა ვიცით რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ძალიან ახლო მანძილზე არსებობს ლაჯანურხესი ვიცით რა ლაჯანაში იქეთ ვიცით რა ვიცი ალბანაში და ამ თვალსაზრისით ჩემს თანასოფლელებს მადლობა უნდა გადაუხადო რა რომლების თემში არიან ძალიან ბევრი შრომობენ ბატონი მალხაზი ტარიელი კიდე რამდენიმე თანასოფლელი ძალიან ბევრს აკეთებენ იმისათვის რომ ელექტროენერგიის უწყვეტობასთან დაკავშირებით გქონდეს ასე რომ ვთქვათ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემები რაც შეიძლება თუმცა დამეთანხმებიან რომ
ბევრი რამ სოფლის შიგნითაც კიდე ძალიან ბევრი გააკეთეს. მე მინდა მადლიერებით აღვნიშნო, რომ მათ სურვილი ჰქონდათ ჩვენთანაც მეტად თანამშრომლობის აქ მოსვლისას, მაგრამ მოგეხსენებათ შორია, საჭიროებები გარკვეული არსებობს და ვერ მოახერხეს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დღეს ჩვენთან არ არიან. ისინი დღეს ჩვენთან არიან. აუცილებლად კიდე ერთ რაიმს. აი მოდი მაგალითად მთავრობას თუ მოусმენთ. ამ წუთში იყვიან ისინი, რომ ბოლო წლების განმავლობაში მთის კანონიდან გამომდინარე რაღაცები აქ-იქ. კი, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აფასებენ მთის კანონს. მოდი ციფრს დაგვისახელებენ რა და თუ არ ვწდები ეს ციფრი არის 400 მილიონზე მეტი. ქვეყნის მასშტაბით გვიცხადებენ ციფრს, რომ ბოლო წლების განმავლობაში 400 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა მთისათვის და მთის ინფრასტრუქტურული საჭიროებისათვის პროექტების ფარგლებში ითხრათ სიმართლე ზღვაში წვეთია რა. წლების განმავლობაში და მთელი საქართველოს მასშტაბით მით უმეტეს მთიანი რეგიონები რამდენიც არის. ძალიან მოდი ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ყოფის არაერთ სფერო შევეხეთ. დიახ, მაგრამ ეხლა ჩვენ ამ კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე ვზრუნავთ. აი აქ არის უამრავი პროექტი და პროექტის ფარგლებში ჩვენ დღეს ვზივართ აქ და საკითხებს განვიხილავთ რა. ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაციაც. და აი როგორ გავაგრძელებთ თანამშრომლობა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ მთაში ადამიანები დარჩნენ. და უნდა ვთქვა ეხლა ხონის მუნიციპალიტეტი ამ შემთხვევაშიც სამაგალითოა ბატონო ნოდარ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროექტები მოიზიდეს მართლა, ძალიან ბევრი ისეთი ობიექტები, რომელიც იყო ფიქრი რომ არაფერი არ ეშველებოდა მაგალითად დევნილთა დასახლებაში კულტურის სახლს ამბობდნენ რომ დავანგრიოთ გავიტანოთ ჩვენ დავიჟინეთ რომ არა ეს უნდა გაკეთდეს მოდი დიახ და ანუ იყო ჩართულობა ხელისუფლების მაღალი ამ შემთხვევაში და ინტერესი მათ შორის ხო და კარგია რა ასეთი რამ რა ვიცი ხონის გარდა 10 რაიონია ხო მაგალითად იგივეს ვერ ვიტყვით ხო სწორედ იმიტომ ამბობ ვერც წყალტუბოზე ვერც მარტვილზე სამწუხაროდ ვერც ქუთაისზე არ ვიცი გასაგებია ხო ამიტომ მინდა ვთქვა ჩვენ როგორ ვაგრძელებთ შემდეგ თანამშრომლობას და აი ამ პრობლემების ლობირებას მოდი ყველა ვიცით მოდი ვისაც თვითმმართველობაზე რაღაც წარმოდგენა თვითმმართველობის ტრადიციაზე გვაქვს წარმოდგენა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივა დიახ, რა თქმა უნდა. აი საერთაშორისო ორგანიზაციები ახსენეთ. საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის და მათი ჩართულობისთვის არ არის აუცილებელი, რომ შენ დეცენტრალიზაციის რაღაც კანონი გქონდეს ახალი განახლებული ვერსია. კი ბატონო, ჩვენ ვამბობთ, რომ არის კი, მაგრამ ინფორმირებულობა. ნახეთ, ამ თემების და ამ ადამიანების. არის ძალიან ისეთი ვერტიკალი უხეში შეიძლება ითქვას, მაგრამ ამ პირობებშიც კი თუ კი ადგილზე იქნებიან მერები მეტად გულისხმიერები, საკუთარ მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულებები და ანუ ღია და გახსნილები და ეხა ჟურნალისტის კითხვის დასმის როცა გეშინია და როცა პრობლემის გაშუქების შემდეგ იმ ჟურნალისტს ეტყვი რომ შენ ხარ ამ სოფლის, ამ ქალაქის, ამ თემის მტერი, ამ შემთხვევაში პრობლემა ვერ გადაიჭრება. არ ვიცი მეთანხმებით თუ არა. არ გეთანხმებ, რა თქმა უნდა გეთანხმებ. რა თქმა უნდა გეთანხმებით. მოდი ეს ადამიანები დღე და ღამე. დიახ. ქვეყნის სამსახური. შევახსენოთ, შევაწუხოთ. სამსახური. დიახ. განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ, რომლებიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით სარგებლობენ რაღაც სიკეთეებით, უნდა შევახსენოთ რომ აეთით ვირა ჩემ სოფელში ძალიან ხშირად ანალოგიური სიკეთეებისთვის იზრუნოს მაჟორიტარით დაწყებული ბატონი კირკიტაძით. დიახ. მაგალითად ხნორი ჩვენი თემის ვინც არის აგრძელებული გამგებლი წყალტუბოსი სამწუხაროდ არ ვიცი მისი გვარი რომელიც არ ვიცი არის თუ არა რამყოფი მაგალითად ბოლო 2-1 წლიდან მოყოლებული ანუ პირობას გაძლევთ რომ შევახსენოთ შეიძლება ერთხელ იყო რა არ ვიცი შეიძლება დაურღიოთ ცოტა მყუდროება ყველა რაიონის ხელმძღვანელი შესაბამისი სამსახურებით ბატონი ნოდარე წეღან წარმოადგენდა ჯაჭვს როგორ უნდა მოქმედებდნენ ერთის მხრივ თემის წევრები ინიციატივით და მოთხოვნით და ინტერესით რა თქმა უნდა როგორ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო მას ინფორმირებული ყავდეს ადგილობრივი მოსახლეობა ერთის მხრივ თავად იყოს ინფორმირებული პრობლემატიკის შესახებ მეორეს მხრივ იმ პოტენციალის და იმ შესაძლებლობების შესახებ აუხსნას ადამიანებს რა შეიძლება გაკეთდეს სოფლის პროგრამის და არაერთი პროგრამის მათ შორის საერთაშორისო პროგრამის აი ამათმა რომ მტრად გამოაცხადენ ახლა ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ხალხმა
ასეთი უმადურობა არ შეიძლება, აუცილებლად უნდა აღვნიშნო. მე 91 წელს სკოლა დავამთავრე, მის მერე ჩემი თვალით უყურებ რა ხდებოდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მილიარდობით ლარი დახარჯა ადამიან დასავლეთმა იმისათვის რომ ჩვენი იდენტობა პირველ რიგში რომელსაც ზოგიერთს რო გონია რომ ვიღაცა ჩვენ ქართველობას რაღაც ზურგზე მოიდებს და წაიღებს და რაღაც სამწუხაროდ მათ შორის სხვათაშორის ციგნიერების პრეტენზიის მქონე ადამიანები იდენტობაზე რო საუბრობენ აქ და წარმოდგენა რო არა აქვთ რასაკეთებს დასავლეთ კულტურული მემკვიდრეობის მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის კულტურული მემკვიდრეობა დერჩი არის უნიკალური ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ ვიცი თქვენ იცით თუ არა ამის შესახებ აი რო გეთქვათ ჩემთვის ადრიანად პროექტის შესახებ და იქეთ მივდივარ კი ბატონო ძალიან დიდი სიამოვნებით და დერჩი ამ ტაძარს ნახავთ პატარა ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობას და სხვა ბევრ რამესაც ბატონინო პატივისცემით რა თქმა უნდა ჩვენი წინაპრების რწმენის და იმ რეალობის მიმართ და რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული სურვილით რომ აქ სხვაგვარად იქნება რაღაცა ამ ორგანიზაციებმა აი მაგალითად დაიკეტა ბავშვების სამედიცინო მომსახურების აი ონში ამბროლაურში შეწყვიტენ დონორებმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიღებული კანონიდან გამომდინარე არაერთი მიმართულებით ზრუნვა და თანადგომა ჩვენი და მათ შორის მთის აქ სამედიცინო სერვისებზია საუბარი განათლების სერვისებზია საუბარი ეკოლოგიის საკითხებზია საუბარი და რა ვიცი რა ვინის მათი დონორობით გაკეთდა და მოეწყო დიახ კი გამოვა გამგებელი და რაღაც ავი გვეტყვიან რომ აქეთ მოსახლეობას გვეუბნებიან რომ ეკონომიკური წარმოუდგენელი წინსვლა გვაქვს და ფული სად წავიღოთ აღარ ვიცითო და იქით შემობატონო კონკრეტული საჭიროებისთვის ელემენტარული ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებისთვის თანხები თურმე არ აგვაქვს სოფლის და ქუთაისში აგერ ახლა მასწავლებელი ვარ და აგერ ახლა სკოლა ვერ დაიწყენ წელიწად ნახევარია მეოთხე საჯარო სკოლა უნდა შენდებოდეს ხელშეკრულება გაფორმებულია სკოლა ვერ დაიწყენ აგერ იქით სოფელში ახლა ხო წარმოგიდგენიათ ახლა რა ტიპის ყურადღება იქნება ახლა იქით რაიონებში და მაღალმთიან სოფელში წეღან ციფრი დავიწყე კიდე ერთხელ დიახ ვიცით ეს ციფრი რომ თქვენ დახარჯეთ წლების განმავლობაში 400 მილიონ ლარზე მეტი მაგრამ ეს ზღვაში წვეთი არის კიდე ერთხელ მეტი ყურადღება მეტი ძალისხმევა არის საჭირო რომ მთაში და საქართველოს და ასეთ ყველა ადგილი უნიკალურია ქართული მრავალფეროვნების მიმართ მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული ადამიანებს და ჩვენ აქ მცხოვრებ ადამიანებს არ უნდა გვეგონოს რომ ჩვენს პრობლემებს ვიღაცა მოვა და გადაჭრის არა ამიტომ ინიციატივა ვახსენე ინიციატივა აუცილებლად ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე თემის მაცხოვრებლები მუდმივად ვახსენებდეთ ადგილობრივ თვითმმართველობას ერთის მხრივ ადგილზე არსებული პრობლემების შესახებ და ამავდროულად ვითხოვდეთ რა იქნება ყოველ წელს რა იქნება რა თვალსაზრისით შეიძლება იყოს მაგალითად შეცვლილი რეალობა კონკრეტულ თემში და კონკრეტულ სოფელში კიდე ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და თქვენს ტელევიზიას მოწვევისათვის მაპატიეთ ჩემი ემოციურობის გამო ადგილობრივ მადლობა პირიქით რომ მობრძანდით ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ყველას მინდა მიულოცო დამდეგი ახალი წელი ჯერ ლიკას და მე ბატონ ნოდარს შევაჯამებინოთ ეს ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ლიკა როგორია შენი მოლოდინები პროექტი სრულდება და წელიწადიც ასე ვთქვათ და გადავდივართ ახალ წელიწადში და როგორია შენი მოლოდინები ჩემი მოლოდინები საკმაოდ კარგი არის. იმედია 2025 წელი იქნება იმ პრობლემების მოგვარების წელი, რომელიც აქ გაჟღერდა და რომელიც არ გაჟღერდა აქ და მოგვარდება. ყველანაირი პრობლემა იქნება ქვეყანაში მშვიდობა და შევძლებთ ნამდვილად ჰარმონიულად ცხოვრებას. დიახ, შენ ძალიან ოპტიმისტი ხარ და მიხარია რომ შენი ოპტიმისტი გადამდებია ხოლმე ყველგან და ყოველთვის ბატონო ნოდარ. მოკლედ რომ შევაჯამოთ ახლა დღევანდელი. კი, რომ შევაჯამოთ, წახა შევახსენეთ რომ გაისად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და იმედია კიდე უფრო სხვა დონის არჩევნებიც გვექნება. იმიტომ რომ დღესაც კრიზისია ქვეყანაში მხოლოდ ამ ხელახალ არჩევნებს შეუძლია განმუხტოს, რაც შეეხება გუშინ უკვე
ხელი მოეწერა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, მათ შორის საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობას უკვე არა იმ წესით დავირჩევთ, როგორც 2021-ში, არამედ მიუბრუნდით 2017 წლის ვერსიას, როგორც ანუ თემებში გაიზარდა კონკრეტული მაჟორიტარების ოდენობა, როგორც 17-ში იყო და ასევე ფაქტიურად შესაბამისად შემცირდება, თქვა პროპორციული სიით არჩეული წარმომადგენლების რაოდენობა. თუმცა ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად 28 კანონი იქნა გუშინ ხელმოწერილი და ძალაში შეცვლილი, ამას სისტემური ანალიზი ჭირდება ბევრისგან განსხვავებით, რომელიც ედღამეში მოახერხეს 28 კანონის გაცნობაზე და გაექსპერტებაზე და ხელმოწერაც, მე ამას როგორც სამართალწოდნე სერიოზული წიაღწევები ჭირდება. ჩვენ ალბათ არაერთ გადაცემას მიუძღვნით მაგ თემას. უკან წავედით, თუ წავედით, 91 წელი ახსენა ალეკომ წეხან და 91 წელში 31 მარტს ცუდია რომ მოსახლეობას და ზოგადად პუბლიკას ცენტრალურ ხელისუფლებას ახსოვს რომ იყო თქვათ რეფერენდუმის დღე და თქვათ პირველი პრეზიდენტი ავირჩიეთ მაშინ ეს იყო ასევე ის პირველი დღე როცა ჩვენ რეალობაში პირველი თვითმმართველობა ავირჩიეთ მეც სოფელ წყალტუბოს საკრებულოს წევრი და ასევე წყალტუბოს ზონის საკრებულოს წევრი ვიყავი იმ არჩევნებზე და იქიდან მოყოლებული და მანამდეც სტუდენტობის პერიოდიდან მე თვითმმართველობის მაჩემაზე ხელი და გარკვეულწილად ჩვენ ვერ ვიიღეთ თვითმმართველობა იმიტომ რომ რაც არ უნდა კარგი ხალხით იყოს პოზიცია ოპოზიცია დაკომპლექტებული თუ მათ შესაბამისი უფლებამოსილები არ იქნება და რაც ყველაზე მთავარია ფინანსები სხვა შემთხვევაში ჩვენ თვითმმართველობას თვითმფრინავს ვერ მივიღებთ ამას რატომ ვიცი ვინაიდან გაიცათ უკვე ესეთი თვითმმართველობის არჩევნების წელია იქნება ერთხელ მაინც შევძლოთ ისეთი თვითმმართველობის არჩევა რომლებიც 5 ოქტომბერი არსებობს საბიუჯეტო კალენდარში ესეთი წითელი ციფრი რიცხვი როცა ადგილობრივი თვითმმართველობა მიცის შემდეგ საფინანსო წელს რა კომპეტენციები ექნება საკუთარ უფლებამოსილების განსახილვება და ამიტომ რა ფინანსები ჭირდება ამისთვის ასევე ეს 5 ოქტომბერი არის ისეთივე ციფრი, როცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ მისი ფინანსთა სამინისტროს სახით იცის, რა კომპეტენციებს დელეგირებას უპირებს მე-16-მე-17 მუხლების სინთეზი მაქვს ამაში ხედულობაში ადგილობრივი კოდექსის და რა შესაბამისი კომპეტენციები უნდა გადავცეს შემდეგ ფინანსურ წესს მოვახდინო დელეგირება ადგილობრივი თვითმმართველობაზე, რომელიც ფინანსები უნდა გავიღო მე ჩემი ჯიბიდან ცენტრალური ბიუჯეტიდან თუ ამ ორ ციფრს ჩვენ შევახიდებთ ერთმანეთს და მე იმაში კიდე ჩაერთვება ის წეხა რო ვახსენეთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რომელიც 10 მილიონი შეადგენს ხო ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ამერწმუნეთ ბევრად უფრო ძლიერი გრადი თვითმმართველობის მიღება შეგვიძლია ეხლა მე ვახსენე პრიორიტეტების დოკუმენტი როცა ბიუჯეტი მტკიცდება ყველა ბიუჯეტს მიჩერებია და არ უყურებს ეს ბიუჯეტი რამდენადაა წინა წლების ბიუჯეტის ნაერთი ბიუჯეტიდან გამომდინარე პრიორიტეტების დოკუმენტი და ასევე შემდეგ ფინანსურ წელზე რამდენადაა გათვლილი, იმიტომ არ შეიძლება ამ წელს რაღაცა სხვა მიმართულება ქონდეს. თქვათ ამა თუ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და გაიცათ უკვე სხვა მიმართულების გადავიდეთ თითქოს ახლა ეს პრობლემები, რაც წინა წელს ფინანსდებოდა, რაღაცნაირად მოგვარდა და ანუ ეს ამას თუ ვიგრძნობ ჩვენ და გავასაგზავნებთ ადგილობრივ მოქალაქეთან დაწყებულ ხშირად კეთდება ამა თუ მუნიციპალიტეტების ესა თუ ეს პროექტები რომელიც მოსახლეობასთან შემოთანხმებული და რაც მე გარკვეულწილად იწვევს რომ წყალში იყრება ეს ასეული ათასები ეს მილიონები ბოლოში და პრობლემა რჩება პრობლემა და თუ კი ეს იქნება მოქალაქეებთან შეთანხმებული და იმ გადაწყვეტილების მიღებაში იქნება მოქალაქეები ჩართული ამ შემთხვევაში დამერწმუნდით პირველად რომ თვითმმართველობა მოსახლეობას იქნება კმაყოფილი კიდე ერთხელ ვიძახი მე ეს ადგილობრივი თვითმმართველობა მიდოჭიდებ რომ მე რაც პირველადი პრობლემები აქვს საერთოდ კომუნალური სერვისების ნაერთის მოგვარება ზოგადად ნებისმიერ ტერმინოლოგიის ეს ადგილობრივი თვითმმართველობა. ანუ და მე ვფიქრობ რომ სამოქალაქო აქტივობის და ჩართულობის გარეშე რასაკვირველია, იმიტომ თავიდანავი მოქალაქეთა ჩართულობა, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი თქვა ახლა ბევრი პოტენციალი არ აქვს, თუმცა ეთია რამდენად იყენებს ამას მოქალაქე, მეორედ რამდენად ასიზეგანებს ამ საჭიროებას ადგილობრივი თვითმმართველობა და რაც ყველაზე მთავარია სრულდება დღესაც და გარდა იმისა რომ რაღაც საკითხი უნდა მოგვარდეს და ვთქვათ ის გზის საფარი უნდა გაკეთდეს ასევე მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეთა ჩართულობა იმისთვის რომ ეს გზის საფარი იყოს ხარისხიანი და ვთქვათ მე-5 წელს იგივე პრობლემით არ იყოს დაკავებულები მე კიდე არის როცა რაღაც იმ გზასთან დაკავშირებული ბევრი წყალი ღვარსადენი და ასე სხვა პროექტები მათ შორის კავშირების კომუნიკაციები ამასთან დაკავშირებით რომ ხდებოდეს მაგალითად კი ბატონო როცა ხონში აქვს და ჩვენ გახსოვთ როცა
იგივე პროექტის თოცა დავდიოდი ჩვენ მუნიციპალიტეტებში აღმოჩნდა რომ თქვათ იგივე წეხან ალეკო მრავალხსნელი მაღალმთია წყალდუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში იყო თქვათ წყალსადენის თქვათ რეაბილიტაცია დაძიება და იქ წამოდგა მე გარეთებ წყალმომარაგების კომპანიას ხევსყოთ კარგია რო გაგიწერიათ მაგრამ მე არ მეკითხებიო ხონში იყო მაგალითად კავშირების კომპანიები გზა რო გაკავსო მე ჩემი კაბელები ანუ ეს ყველაფერი ყველა რგოლი უნდა იყოს სამსახურების ეგით ერთად ფაქტურად იმიტომ რომ ესა თვითმფრინავად ცალ-ცალკე ჯაჭვები და ერთიც რო ამოვარდეს აქე და მივიღებთ ფუჭად გადაყრილ პროექტს და ასევე მინდა რომ როგორც თქვენ ასევე ჩვენ მაყურებელს მიულოცოთ ამდენი შობა ახალი წელი რა ვიცი უსურო ყველას ბევრად კარგი წელიწადი ვიდრე გქონდა და ეს 2024 წელი იყო ალბათ ამ დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე ცუდი წელიწადი ყველა თული წელი ცუდი წელი რაღაცა კოშმოსიაში ვერ დაგესიბრება ამდენი ცუდი კანონების მიღება ეხლა ალეკო მახსენა თქვათ რომ ბევრი საერთაშორისო ფონდი შეიძლება გავიდეს ბევრმა რაღაცა კომუნიკაციები და შეაჩერა პროექტები და გარკვეულწილად თელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები ფაქტურად იანვარში რომ ცენტრალურ ბიუჯეტთან ტრანსფერებს ელიან ფაქტურად წარმოიდგინეთ რომ ესეთი თანხები ფაქტურად არ დევს და როცა აგერ ახლა სანქციებთან დაკავშირებით იქნა ცენტრალურ ხელისუფლების ინიციირებული თქვათ რომ მიყენებოზე არა ჩვენ დავანაზღაურებთ ფინანსთა მინისტრის მოადგილე რომელიც ყველას კარგად ეგუება 2025 წლის ცენტრალურ ბიუჯეტში ამბობს რომ არც ერთი თეთრი ამ მხრივ ფაქტურად ბიუჯეტში ჩადებული არა თუ ბიუჯეტში ჩათვალე არაფერი არა პროგრამები მაშინ წარმოადგენენ ეს მორიგი კიდე ხალხის შეცდომაში შეყვანა და გარკვეულწილად ის მილიონები რომელსაც ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებიდან წამოსვით თუ მათ ვერ მიიღეს ანუ მოხდება რაღაც გადამისამართება კი ბატონო გადამისამართება ერთია და გარკვეულწილად აგერ ხო არის რომ გერმანია მოკლედ თქვათ იგივე ბათუმს სახელმწიფოს 237 მილიონი ევროიანი პროექტი გაუჩერა ფაქტობრივად რომელიც წყალმომარაგების და ამ ფონზე მაინც ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ თქვი არ შეიძლება ფაქტობრივად ასეთი რაღაცა წიაღწევების გაკეთება არც თვითმმართველობის კოდექსში და არც ზოგადად იმ კანონმდებლობაში შემოწა რომ ფაქტობრივად ჩვენივე ხელით უჭრიდეთ იმ ტოტებს რომელიც ამ 30 წლის განმავლობაში ფაქტობრივად აპურებდა და საზრდოებდა როგორც სამოქალაქო საზოგადოებას ისე ნებისმიერ მუნიციპალიტეტს ნებისმიერი სამართლო ნებისმიერი განათლების კულტურის კერა ასე შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ რომ მიხვათ ბარელიეფებზე ბარელიეფები განთავსებდა და რა თანხებით იქნა მათ შორის ტრანსპორტი რომელსაც გადავადგეთ და შემდეგ და როცა ესე ყველავთ ადგილთვითმმართველობებით პატარა შევხედოთ რომ რაღაცნაირად ამ თვითმმართველობის დაჭამატყებმა მე უკვე ახალ თვითმმართველობაში მოსულ ადამიანებს არ მოკვეთოს კბილი კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმისთვის რომ დღეს იყავით ჩვენთან ერთად ამ სტუდიაში მე როგორც აღნიშნე პროექტი რომლის ფარგლებშიც ჩვენ ხონის წყალტუბოს და მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემს ვსტუმრობდით და მათ საჭიროებებს ვიკვლევდით და ერთგვარ ადვოკატირებას უწევდით ამ პრობლემებს პრაქტიკულად დასრულდა მე ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა მისი პროგრამული და ფინანსური ნაწილი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ამ სოფლებში კვლავ არ დავუბრუნდებით ჩვენ მაგ თემის საჭიროებებს არ განვიხილავთ და სხვა რა თქმა უნდა სხვა მოქალაქეების პრობლემებსაც არ შევეხებით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიმღებლობა, თანამშრომლობის სურვილი და აღიარება ერთმანეთის უფლებების და საერთო ზრუნვა, საერთო კეთილდღეობისთვის. კიდევ ერთხელ გმადლობთ. მადლობა თქვენ. აუდიტორიას ასევე მადლობას გადაუხდი იმისთვის რომ გვიყურეს, ვილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ბედნიერება, სიკეთე და სიხარული დაებედოს ყველას. გმადლობთ კიდევ ერთხელ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.